ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეფობიშვილი, დილამშვიდობისა მამა დავით ევოლუციით დილამშვიდობისათვის ქრისტე. კვირას წასაკით სახარებაზე ვისაუბრებთ. პირველი კვირა იქნება აღდგომის დიდ მარხვის პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზეიმი და რომელ სახარებას წავიკითხოთ მოვისმენთ უпростоრად ტაძარში მისული მრევლი კვირას ღვთისმსახურებაზე. დილამშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მარხვის პირველ კვირაში ვიმყოფებით. ვცდილობთ რომ პირველი კვირა იყოს შედარებით უფრო გამორჩეული და ახვეწილი. 8 წლიანი რომ მე უფრო კარგად გავაგრძელოთ აღდგომის დღესასწაულისკენ მსვლელობა რომ ჩვენს გულებშიც და ჩვენშიც აღდგეს ქრისტე. და დიდი მარხვის პირველი კვირა არის მართლმადიდებლობის ზეიმი, ესე ეწოდება. ეკლესიას ცდილობს რომ ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი მოგცეს. ზოგადად ეკლესია ყოველთვის მოზეიმია და ყოველთვის გამარჯვებულია. ყოველთვის გახარებულია. თავარად ჩვენ მივახციოთ ამ მდგომარეობას და ეს ასე ვთქვათ სახელი მოდის მე-9 საუკუნიდან. გვახსოვს ეს ცნობილი ისტორია, რაც მოხდა ბიზანტიის იმპერიაში მე-9 საუკუნეში იფეთქა ხატმებრძოლობის ერესმა და მთელი წყება იყო იმპერატორების, თუნდაც სასულიერო პირების, რომლებიც გაეხნენ აი ამ უგუნურებაში, ისინი ხატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ სიწმინდეებს. ამ პერიოდში იქნა მოწეული მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება 787 წელს, მაგრამ ამანაც ვერ აღმოფხრა ბოლომდე აი ეს ერესი. ამის შემდგომ გადის კიდევ დაახლოებით საუკუნე ნახევარი და 852 წელს დედოფალმა თეოდორამ, რომელმაც უკვე მოიპოვა გარკვეული გავლენები, დააბრუნა გადასახლებიდან მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, რომლებიც იყვნენ ერთგულები წინა მსოფლიო კრებების და წმინდა მამების დადგენილების და ახლიდან იქნა მოწეული მსოფლიო კრება აღარ იყო საჭირო ადგილობრივი კრება 852 წელს და დადგინდა ხატთა თაყვანისცემის დოგმატი და აი ამით ეკლესიამ მოიშორა ყველა მწვალებლობა, რადგანაც ადამიანი, რომელიც აღიარებს ფიცარზე გამოსახულ პიროვნებებს, თქვათ, წმინდანებად და პირველ რიგში ქრისტეს დედამიწაზე მოსრულს, რომელსაც აქვს უკვე ორი ბუნება, ერთი პიროვნება, ორი ბუნება და ეამბორება ადამიანი რწმენით ხატებს, რა თქმა უნდა, მასში მთლიანად არის თავმოყრილი მთელი მართლმადიდებლური დოგმატების სისავსე და არანაირი ეჭვი არ არსებობს ამგვარ ადამიანზე, ვინც მართლა რწმენით მიახლება წმინდა ხატებს. ხომ მაგალითად ხატებს ვერ მიახლება მონოფიზიტი ადამიანი, რომელიც მონოფიზიტი რელიგიის ქვეშ მყოფი პიროვნება, რომელიც რა თქმა უნდა არ აღიარებს ქრისტეს ხორცილად მოსრულს და ხატთა თაყვანისცემა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი უკვე საკმაოდ გაცნობიერებული არის ჭეშმარიტი სარწმუნოების დოგმატში და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ აგერ მე-13 საუკუნეში 100,000 მოწამე ყავს, რომლებმაც ხატებს ფეხი არ დაადგეს და ამ კუთხით ისინი აღესრულნენ მოწამეობრივად. ამგვარი რამ არ არსებობს, მართლაც უპრეცედენტო არის ესეთი შემთხვევა და სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში საკმაოდ დიდი კრიზისი იყო, მართლმადიდებლობა აღარ მოიპოვებოდა. გვახსოვს ეს ცნობილი ეპიზოდი ისტორიიდან, იოანე გუთელი ეპისკოპოსი მცხეთაში ჩამოიყვანეს და ჩვენთან აკურთხეს ეპისკოპოსად, რადგანაც სამი მართლმადიდებელი ეპისკოპოსიც არ მოიძებნებოდა იმ პერიოდში ბიზანტიის იმპერიაში. აი ამ დღეს ეკლესიებში იკითხება იოანეს პირველი თავის 53-51 მუხლების სახარება და რა თქმა უნდა უნისონში არის ეს სახარება აღნიშნულ დღესასწაულთან. აი ამ სახარებაში უფალი ესე იწყება ეს სახარება, უფალი გადაწყვიტავს რომ წავიდეს გალილეაში და ის ხვდება იქ ფილიპე მოციქულს და უფალი ეტყვის მას რომ გამომყევი მე ფილიპე და არც ერთ მოციქულზე ისე მარტივად არ მომხდარა მოქცევა და ქრისტესადმი შედგომა, როგორც ეს ფილიპე მოციქულის შემთხვევაში მოხდა. არანაირი კითხვები, არანაირი ეჭვები, უბრალოდ ქრისტე მოუწოდებს მას და ფილიპეც მიყვება მას
და როგორც კი ფილიპე გახდება ქრისტეს მიმდევარი, საერთოდ ქრისტიანული ცხოვრების და ადამიანური, ასე ვთქვათ, სიტყვების მოპოვების და სიყვარულის მოპოვების აუცილებელი რაღაცა ჩადებულობა არის ჩვენში, რომელიც ღმერთმა ჩადო, რომ აუცილებლად ეს უნდა გადავცეთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, როგორც ეს ხდება თუნდაც ადამიანის შემთხვევაში, ის ბედნიერი იყო, მაგრამ იმ კუთხით არ იყო ბედნიერი, რომ სიხარულს ვერ გადასცემდა სხვა ადამიანს, რადგანაც ის ჭეშმარიტებაში იყო და მას უნდოდა რომ სხვაც ყოლოდა იმ ჭეშმარიტების თანამოზე და ასევე ხდება ფილიპეს შემთხვევაში, მას ყავდა ძალიან ახლო მეგობარი ნათანაელი, რომელიც იყო ძველი აღქმის რჯულის უბადლო მცოდნე, მოსეს ხუთწიგნეულის, წინასწარმეტყველთა წიგნების და ის ელოდებოდა მესიას, როგორც ჭეშმარიტი ისრაიტელი და როდესაც მივა ფილიპე მოციქული ნათანაელთან ეტყვის რომ პოვეთ ჩვენ იესო ძე იოსების ნაზარეთით ნათანაელი ეტყვის რომ ნაზარეთით შესაძლებელი არსა კეთილისა რა ისამე ყოფათ რადგანაც წინასწარმეტყველთა წიგნების მიხედვით და რა თქმა უნდა მოსეს წინასწარმეტყველების მიხედვით არანაირად ნაზარეთიდან არ უნდა მოსულიყო მესია იუდეის ბეთლემში უნდა შობილიყო და იქიდან უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი ამიტომაც გარკვეულწილად ეჭვებში არის ნათანაელი მაგრამ ფილიპე ისეთ რამეს ეტყვის ნათანაელს რომლის მეშვეობითაც ნათანაელი იწყებს უკვე მსვლელობას ჭეშმარიტებისკენ ეს მოკლე სიტყვები მოვედ და იხილე მოდი შენ თავად ნახე ეს ყველაფერი და დარწმუნდი და რა თქმა უნდა რა პრობლემა გადადგი ნაბიჯებით და დაიწყე თუ არ არის ის ჭეშმარიტება რასაც შენი მეგობარი გეუბნება შენ ამითი არ შეცდებენ არ მიიღებ არ აღიარებ და ისევ გააგრძელებ შენს ძიებას და როდესაც დაიწყებენ ასე ვთქვათ მსვლელობას ფილიპე მოციქული და ნათანაელი ქრისტესკენ დაინახავს ქრისტე ნათანაელ მოციქულს ეს იგივე ბართლომე მოციქულია და დაამოწმებს და იტყვის მასზე აი ჭეშმარიტი ისრაიტელი რომლისთანა საკვა არა არს ადამიანი რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება თავად მესია არის თავად ქრისტე არის სწორედ ესეთი ადამიანები იმსახურებენ უფლისმიერ ესეთ სიტყვას რომ აი ეს არის ნამდვილი ადამიანი რომელშიც არ არის ტყუილი არ არის სიცრუე და ნათანაელმა ჯერ კიდევ არ იცის ვინ დგას მის წინაშე ამიტომ აი ამ ქებას ის არღებულობს და ეტყვის ქრისტეს ვინაი მიცი მე და უფალი ეტყვის მას სანამ ფილიპე დაგიძახებდა შენ მანამდე გიხილე შენ იყავი ლეღვის ქვეშ და აი ამ დროს როდესაც ფილიპე მივიდა ნათანაელთან ნათანაელი ეძრახებოდა ყოველთა მეუფეს ის მასთან ლოცვით და შემეცნებით კავშირში იმყოფებოდა ბუნებრივია მატერიალური თვალით ქრისტე არ იმდენად იყო განშორებული რომ ვერ დაინახავდა ნათანაელს და ის სიტყვები რომ შენ ლეღვის ქვეშ გიხილე აი ამ სიტყვებმა დაარწმუნა ნათანაელი რომ ის ჭეშმარიტი მესია იყო ჭეშმარიტი ღმერთი იყო ყოველთა ხილველი ყოველთა გულთა მხილავი ყოველ ადამიანში მყოფი და აღმოხდება ესე გულიდან ესეთი სიტყვები რაბი შენ ხარ ძე ღვთისა შენ ხარ მეუფე ისრაელისა მეფე ისრაელისა რა თქმა უნდა გარკვეულწილად აღიარებს ნათანაელი მესიას ქრისტეს მაგრამ გარკვეული რა დავარქვათ ამას არასრულფასოვანი დამოკიდებულება მესიისადმი რაც იმ დროინდელ საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული იყო ნათანაელშიც იყო ის მეფეს უწოდებს ქრისტეს და თვითონ მოციქულებსაც კი ეგონათ რომ ქრისტე მიწიერი მეფე იქნებოდა რომელიც ებრაელებს გაათავისუფლებდა რომაელთა ჩაგვრისაგან ბატონობისაგან და მთელს ასე ვთქვათ დედამიწაზე გააბატონებდა ისრაელს და უფალი ეტყვის ნათანაელს რომ შენ მხოლოდ ამის გამო გრწამს რომ მე გითხარი შენ გიხილე და შენ თქვენ იხილოთ უფრო მეტ დიდებულებას და ამიერიდან იხილნეთ სანი განხმოვლნი და ანგელოზნი ღვთისანი აღმავალნი და გარდამამავალნი წესაზე და კაცისასაო და აი ეს სიტყვები რომ თანდათანობით დაიწყება უკვე ცის გახსნა და ანგელოზების გადმოსვლა დედამიწაზე ჩვენ გვახსენებს იაკობ მამამთავრის ხილვას, როდესაც ის გარანში იმყოფებოდა სადაც ძილის შორის მან ესეთი ჩვენება იხილა მიწიდან ზეცისკენ იყო აღმართებული კიბე და იმ კიბეზე ანგელოზები ადიოდნენ და გარდამოდიოდნენ და მართლაც ქრისტეს მოსვლის შემდეგ ვინც გადაწყვიტა რომ
ქრისტესთან ერთად დაიწყო ჭეშმარიტების ზიება და თავად ქრისტე არის როგორც თქვი ჭეშმარიტება და ქრისტე გვაძლევს ჩვენ ამ შემეცნებას, აი ესეთი ადამიანებისთვის ბუნებრივია იხსნებაცა და ანგელოზებთან ერთად ხდება ცხოვრება, როგორც იგივე ფსალმონის წიგნში წერია, დაიბანაკებს ანგელოზი, უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინიო. და იმისთვის რომ ჩვენც ვიყოთ ზეიმში, ვიყოთ სიხარულში, აუცილებელია ბართლომე, იგივე ნათანაელ მოციქულის მსგავსად ვეძებდეთ ჭეშმარიტებას და სად უნდა ვეძებდეთ ჭეშმარიტებას? თუ კი ძველ აღთქმაში ეს მარცვლები გარკვეულწილად გაფანტული იყო და ძალიან დიდი გონიერება და ძალიან დიდი მოხერხებულობა და ჩაწვდომა ჭირდებოდა ძველი აღთქმის წიგნებს, რომ იქ ეს მარგალიტები ამოეღოთ ადამიანებს და ქონოდათ ჭეშმარიტი მესიის მოლოდინი და უკვე დედამიწაზე მოსული მესია მოეპოვებინათ და აღმოეჩინათ. ჩვენთვის უკვე ყველაფერი საკმაოდ გამარტივებულია. პრობლემა არაფერში აღარ არის, ერთადერთი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავში და როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, თუ კი სახარება არის დაფარული ვინმესთვის, ეს სახარების ბრალი არ არის, ხომ? თუ ეკლესიის მადმოსილებას ვერ გრძნობს ადამიანი, ეს არ არის ეკლესიის ბრალი, ეს არ არის არავის ბრალი, ეს არის ჩვენი ბრალი და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი ჩვენი სულიერი თვალებიდან ეს ბურუსი მოვიშოროთ და გახდეს პრიორიტეტული ღვთის სიტყვების შემეცნება და ჭეშმარიტების ზიება. ხომ ვინც ეძებს ჭეშმარიტებას, ის აუცილებლად იპოვნის ჭეშმარიტებას. აი ეძებდა ნათანაელი ჭეშმარიტებას და კიდევაც აღმოაჩინა ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ჩვენ თქვით, რომ ნათანაელს არ ქონდა სრულფასოვანი წარმოდგენა თუ ვინ იყო მესია, როგორ უნდა მიეღო ის, როგორ უნდა მიემართა მისთვის, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე 3 წელი და კიდევ რამდენიმე ხანი დაჭირდა ქრისტეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად აემაღლებინა მოციქულები რწმენაში, აი როდესაც უკვე ხდება სულიწმინდის გარდამოსვლა, ნუ ამასაც დამსახურება ჭირდება, რომ ჩვენზე გადმოვიდეს სულიწმინდა და სრულფასოვანი რწმენა მოგვეცეს, მერე უკვე ჩვენ როგორც ესე პირსაპირისპირ ისე დაუწყებთ მზერას ღვთის დიდებულებას და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი აღარ ექნება, როდესაც უკვე შევიმეცნებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ადამიანის ცხოვრება ისე არის, რომ შეიძლება დღეს გქონდეს ჭეშმარიტებისადმი წვდომა, ქრისტეს უმზერდეთ ჩვენი სულიერი თვალებით და ჩვენი გულის სიწმინდით, მაგრამ დადგეს ისეთი ჟამი და პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, რომ დავკარგოთ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვერ ვინარჩუნებთ მადმოსლ ცხოვრებას, როგორც ეს მოხდა ადამი და ევა შემთხვევაში, იმავე დღეს, რომელ დღესაც შეიქმნენ, იმავე დღეს დაეცნენ და ეს ასე ვთქვათ, დაცემულ ბუნებას ვატარებთ ჩვენ და ნუ გაგვიკვირდება, რომ ხშირად ჩვენ ვერ უმზერთ ღმერთს. თავარია ჩვენ მიზანში ამოვიღოთ ის, რომ დაუპირისპირდეთ მატერიალურ სამყაროს, რომელიც ჩვენში საკმაოდ დიდი დოზით არის შემოსრული და დავიწყოთ ღვთის სიტყვის შემეცნება და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურად, ყოველ წამს, როცა გაგვახსენდება ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც სხვა დროს ბუნებრივია ჩვენ აცდენილი ვართ ღმერთს აღმოთქვათ გულის სიღრმიდან ლოცვა უფალო იესო ქრისტე ზეუღვთისაო შემიწყალე მეწოდული და რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას და მრავალჯერ გავაკეთებთ, მით მეტად უახლოვდებით ჩვენ ღმერთს. და რა თქმა უნდა, ყველანი დამეთანხმებით იმაში, რომ ეს არ არის მარტივი, ზოგადად არ არის მარტივი ქრისტიანობა, არ არის მარტივი ეკლესიური ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უარყო საკუთარი თავი, აიღო ჯვარი და გაყვე ქრისტეს. და რამდენადაც გავაკეთებ ჩვენ ამას, იმდენად განვიცდით ღვთის დიდებულებას. მამდავთ, ჩვენს დღევანდელობაში შეიძლება დავდიოდეთ ტაძარშიც, ყველაფერს გარეგნულად თუ შინაგანად განვიცდიდეთ, აღვასრულებდეთ ყველაფერს სწორად. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს ნამდვილად რთული არ არის, რომ წვდომა გქონდეს წმინდა წერილთან, წმინდანთა ცხოვრებას გავეცნოთ, არაერთი წმინდა ნაწილები არის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ხომ შეგვიძლია მივეახლოთ, მაგრამ მაინც თითქოს ადამიანი მოლოდინშია იმის, რომ რაღაცა სწაული უნდა მოხდეს, მაინც და მაინც, რომ უფრო მეტად
ვიყოთ ჩვენს რწმენაში გაძლიერებულები. აი ეს რა მდგომარეობაა და რეალურად ჩვენ რა განცდა გვეუფლება ამ დროს შეგვიძლია ვთქვათ თუ არა რომ ვართ მართლმადიდებელი მორწმუნეები. გვინდა ვიყოთ, ესეც კარგი არის, საკმაოდ კარგი შეკითხვაა დღევანდელ სახარებასთან, აი საკვირაო სახარებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნათანელ მოციქული, ბართლომე მოციქული არ ეძებდა სასწაულს, არც იგივე ფილიპე მოციქული, არც ანდრია, რომელიც მანამდე შეუდგა ქრისტეს, არც პეტრე თუნდაც და სხვა მოციქულებიც. ანუ არც ერთი მოციქული სასწაულს არ ეძებდა. ისინი ჭეშმარიტებას ეძებდნენ და კიდევაც აღმოსჩენ ჭეშმარიტებასთან და ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტება კიდევ მათ გულებში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სასწაულების მეშვეობით ხდებიან მორწმუნეები, თუ არის იგივე ხო სახარებაში აღწერილი არაერთი ესეთი ეპიზოდი ადამიანთა წყებისა, რომლებიც ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულების მეშვეობით გახდნენ ქრისტეს მიმდევრები. აი, როდესაც უფალმა 5 პურით და 2 თევზით 5000 კაცი განაცხო, ამას ძალიან დიდი შეძახილები მოყვა, იგივე თუნდაც ქრისტემ აღადგინა 4 დღის დაყროლებული საფლავში დადებული ლაზარე, ამასაც ძალიან დიდი შეძახილები მოყვა, ოსანა მაღალთაშინა, მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? აი ეს ადამიანები, რომლებიც ესე განადიდებდნენ უფალს, დიდი სასწაულების შემდეგ, სულ მალე რამდენიმე დღე გავიდა და ამბობდნენ, რომ ჯვარზე უნდა გაეკრას ქრისტე. ჩვენ არ გვინდა ესეთი ღმერთი და ჩვენ არ გვინდა ესეთი მეუფე, ხოლო იგივე იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც სასწაულის გამო არ იყო ქრისტესთან, არამედ იმის გამო იყო, რომ მან ქრისტეში ჭეშმარიტი ღმერთი დაინახა, როდესაც ქრისტეს სახეში ურტყამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, იოანე ღვთისმეტყველმა ქრისტე არ მიატოვა და თქმა უნდა ის გახდა ღირსი იმისა, რომ უფალი გამოცხადებოდა მას და სხვა მოციქულებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად დაენახებინა მისი თავი როგორც ღმერთი და თავისი დიდებულება. ასე რომ აი ეს დამოკიდებულება ღმერთისადმი, რომ უფალო მე შენ დამანახე სასწაული და მე შენ გირწმუნებ, არ არის მტკიცე. კი, დღეს შეიძლება ვირწმუნო, მაგრამ ხვალ შეიძლება მეც ტალახი ვესროლო ღმერთს ჩემი ცხოვრების წესით. საჭირო არის რომ ფერისვალება მოხდეს ჩვენში, ჩვენ დავიწყოთ ბრძოლა, შრომა იმისთვის, რომ ჩვენი სიბოროტე შეიცვალოს ჩვენი სიკეთით, რომ კი არ განვიკითხოთ მოყვასი, არამედ პირიქით, გვერდში დაუდგეთ, სიყვარული გამოვავლინოთ უღმერთობაში კი არა, არამედ ღმერთობაში და ღვთისმიერებაში დავიწყოთ ცხოვრება და ეს არის ძალიან დიდი შრომა და დიდ შრომას უკავშირდება ის, რომ მე შევიცვალო და ღმერთი ჩემში შემოვიდეს. იმიტომ რომ ჩვენს გონებასა და გულში, სულში და სხეულში ძალიან ბევრი სიბოროტე არის სამწუხაროდ ჩათესილი. როგორც თქვი, ჩვენ დაცემული ბუნების მატარებლები ვართ და აი საშუალებები, რომელიც მოგცა ჩვენ დედა ეკლესიამ, უნდა გამოვიყენოთ და საშუალებების მოხმარება, ეს არის პირველ რიგში ლოცვა, მარხვა, მღვიძარება, სახარების კითხვა, რაც თქმა უნდა ძალიან შრომას უკავშირდება, ახერხებს იმას, რომ ჩვენ უკვე ვიბადებით როგორც ახალი ადამიანები და ყოველდღიურად ხვდებით უკეთესები. თუ ამას გავაკეთებთ, ხვდებით უკეთესები და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ შრომაზე და დიდ ტკივილებზე გადის ეს ყველაფერი, ხომ? ეს არის სწორედ ქრისტესთან ერთად ჯვარცმულობა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევასრულოთ. აი ასე ნამდვილად გავხდებით მორწმუნეები და აი ამ გზის გავლა ჩვენ დაგვანახეს წმინდანებმა, იგივე მოციქულებმა და ასე ამგვარად გავხდებით მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები. სხვა შემთხვევაში ილუზია ის, რომ ჩვენ მხოლოდ სასწაულების მეშვეობით თქვა, რომ აი მე უფალი მწამს, მაგრამ როგორც კი დადგება ჟამი განსაცდელებისა, ჩვენ უკვე ზურგს შევაქცევთ უფალს, თუ ჩვენი რწმენა და ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი გარკვეულ ტკივილებთან არ იქნება დაკავშირებული, მაგრამ როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს, ჩვენ აი ტკივილების არ უნდა გვეშინოდეს, რაც უკავშირდება ქრისტიანული ცხოვრების აღსრულებას. რატომ? იმიტომ რომ თუ კი ჩვენ არ ვიქნებით ღმერთთან, თავისთავად ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, უღმერთობა და ეს თავისთავად დაგვტანჯავს ჩვენ. მაგრამ თუ ვიქნებით უფალთან,
რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა გვიწევს რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია და გააჩნია ადამიანს მის სულიერ მდგომარეობას. მაგრამ ვიქნებით ბედნიერები, რადგანაც სინდისი აღარ დავქენჯნის და უფლის ნუგეშენისება სიხარულით აღავსებს ჩვენს გულს და ესე არის ის გზა, რაც უნდა გაევლო ადამიანს და ევას და იჩქარეს და უცებ გადაწყვიტეს ღმერთივით გახდომა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავიაროთ. ეს არის ყოველდღიური შრომა, ყოველდღიური ბრძოლა და დაპირისპირება საკუთარ თავთან, ბოროჩვევებთან. მაგრამ რაც უფრო მეტად შევიჭურვებით და გავხდებით მებრძოლები, პირიქით ისე ვიქნებით მოწყლული ამ ბრძოლით, რომ ამის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვეძლება და სწორედ ამითი გარდამოავლენს უფალი ჩვენზე მადლს, როგორც უფალი ბრძანებს ფსალმუნ წიგნში. იყავენ უფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ და რაც უფრო მეტად ვიქნებით აი ესე მავალნი ამ გზაზე მით მეტად შემოაღწევს ჩვენში ღვთის მადლი და ამის ნათელი მაგალითი არის სწორედ ჩვენი საყვარელი მოციქულები. ფილიპე მოციქულის შემთხვევაში ბრძანებთ რომ იყვება პირდაპირ. ჩვენ თითქოს ესე ვიძახით რომ ჩვენ ვენდობით უფალს, მაგრამ ჩვენ ისეთი ქრისტე გვინდა როგორც ჩვენ გვაწყობს და არა ისეთი როგორც თავად არის. ნება უფლის ნება, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამა ჩვენში ვიძახით იყავ ნება შენი. მაგრამ ამ ნებას ჩვენ ხან გვაწყობს და ხან არ გვაწყობს. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ღმერთს მივენდოთ და გავყვეთ უპირობოთ როგორც მოციქული ფილიპე გავყვეთ. ხო, ეს არის პირველ რიგში, რომ ჩვენ არ მივენდოთ საკუთარ ლოგიკას და საკუთარ გამოცდილებას, ხომ? ეხლა ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს და საერთოდ ყველა აზრს ალბათ აქვს მისი უფლება რომ იარსებოს ჩვენში, მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია, ჭეშმარიტება ღმერთია, ეს უნდა დავიჯეროთ ჩვენ და როცა ამას დავიჯერებთ რომ ჭეშმარიტება არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი და თუ კი რაიმე ჭეშმარიტება და სინათლე და სწორია ჩვენში იქიდან გამომდინარე, ღმერთიდან გამომდინარე არის ჩვენში, აი ამის შემდეგ ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენში არსებული ღმერთის ნებას და ამის მიხედვით უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ხომ ძალიან დიდი სხვაობა არის სამწუხაროდ ჩვენსა და ღმერთს შორის. წესით არ უნდა იყოს, მაგრამ უფალი ადასტურებს ამას, რომ როგორც აღმოსავლეთი არის განშორებული დასავლეთს, აი ესე არის ჩემი გაგონება, თქვენს გაგონებას განშორებული და თქვენი სიმართლე ჩემს სიმართლეს განშორებული და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა უარყოთ ჩვენი თავი და გავყვეთ ღვთის სიმართლეს და სწორედ აი ეს უკავშირდება ღვთის ნებით ასე თქვათ ცხოვრებას, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთის ნების მიხედვით ცხოვრება. სხვანაირად ჩვენ დაგვემართება და მივემსგავსებით იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარ ლოგიკას გაყოლოდნენ და ყოველთა მეუფე ჯვარზე აიყვანეს და ჯვარზე შემსჭვალეს და ამის შემდეგ უკვე სინანულიც ვერ აღმოაჩნდათ საკუთარ თავში, რომ შეეცვალა ცხოვრება, თორემ ჯვარზე გაკრული უფალი ხელებ გაშლილი ყველას ელოდებოდა. იქ არის ერთეული ადამიანების შემთხვევა, რომ ისინი მევიდნენ ქრისტესთან და შეცვალეს ცხოვრება, მაგრამ ძირითადად იმ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ ლოგიკას გაყვნენ, ვერაფერმა ვერ შეძრა მათი გული და მათი გონება, ხო? იქ იყო საფლავიდან მკვდრების აღდგომა, იყო ძველი აღთქმის ტაძრის კრეცამელის გამპობა, იყო მზის დაბნელება და კიდევ ბევრი სასწაული, რომელმაც ვერაფრით ვერ შეძრა ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ამ რაღაცა სიმართლით გადაწყვიტეს ღვთის სიმართლეს დაპირისპირებოდნენ და ამის შედეგად საკმაოდ უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სასჯელი მოიწიეს საკუთარ თავზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი არავის არ რჩის. როდესაც მე აღარ მინდა ღმერთთან ცხოვრება და მინდა რომ მეც მაქვს რაღაც საკუთარი, ხომ ღმერთმა თავისუფალი ნება მომცა და მე როგორც მინდა ისე გამოვიყენებ ამ თავისუფალ ნებას და თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც მე იმას ვაკეთებ, რაც მე გამიხარდება, აი ასე ამ სიმართლეში, ჩემს სიმართლეში მე ბუნებრივია მშორდება ღვთის მადლი, ღვთის ენერგია, როგორც ფსალმუშია დაწერილი, ყოველთა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან იგენი წარწმდნენ და იგენი მოისრნენო. მე უკვე აი სწორედ ეს არის ის ჯოჯოხეთი და მტკივნეული ცხოვრება, რომელზეც მოთხრობილი არის წმინდა წერილში და ყველაზე დიდი საწყის განაშორების შენივენებით. მაგრამ აი ესე არის, არ მინდა ღმერთი და მინდა მე ჩემებურად ცხოვრება და რაც არ უნდა იყოს მაწყობს მე ჩემი ჯოჯოხეთი, ვიდრე ის რომ მე
ღმერთამდე მივიდე. ხოლო როდესაც უკვე მე მივხვდები რომ თურმე როგორი ცნობილი ყოფილა ჩემი ესეთი გადაწყვეტილებები და აღმოჩნდები უკვე მარადისობის წინაშე როგორც ახარება აღწერს ესეთი ადამიანების მდგომარეობას, მე უკვე გამოუვალი ხდება ჩემი მდგომარეობა, ხომ? როგორც ლუკას ახარებაში წერია, დანახეთქი დიდი დამტკიცებულ ლარს შორის ჩვენსა და თქვენსაო და ვისაც უნდა რომ ქვევიდან ზევით ამოვიდეს, უკვე ესეთი რამ შეუძლებელია და იგივე ზევიდან ქვევით ჩასვლა. შეგვეციოს ღმერთი რომ შევძლოთ მისი ნების და მისი ცნებების მიხედვით ცხოვრება, რადგანაც მხოლოდ ეს არის ის, რაც გადაარჩენს თითოეულ ჩვენთაგანს და მთელს კაცობრიობას შეუნარჩუნებს მცხოვრმყოფელობას. დიდი მადლობა მამა დავით. მადლობა, შევახსენოთ მაყურებელს, გუსუმაში მდებარე ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვებიშვილი კვირას დასაკით სახარებას განმარტავდა.